კაროჩე, ანუ თამაშობდი, მოკლედ და ლაკონურად რო ახსნა სიტუაცია რა. თამაშობდი Counter Strikes მეგობრებთან ერთად რა. უცებ კაროჩე, აი ვაფშე არსაიდან ველოდებოდი, ანუ просто face it-ის იმ დავაექსებთ მეჩი და უცებ ბრახ და ყველაფერი ითიშება, თამაში ითიშება და შევდივარ პროფაილზე Steam-ზე და მხდება ესეთი რაღაც რა. გადავდივარ inventory-ში, მხდება ესეთი რაღაც. გადავდივარ Steam-ის იმაზე და მხდება ესეთი რაღაც. ვაფშე გამოყლევდი. მოიც და ვაფშე ჩეხურად მხდება ის ჩემი Steam-ი, რატომ ხდება არ ვიცი და აქ წერია რომ ანუ account დაფლეგულია რაღაცა საერთოდ რაღაც violation terms of service რაღაც ყლეობა. account-ის ფუნქციონირება ის არის რა ქვია შეზღუდულია და ბანი არის სამუდამო და ანუ ისეთი რომ даже ვერც რაღაცაში ვერ იმას იზავ რა. მოლაპარაკებას ვერ დაუწყებ ვერავის რომ აი რაღაცა ხო იმას ვქნათ რა ქვია ან ბანი ამხსნან ან ასე შემდეგ რა. კაროჩე წერს ეს ტიპი Volve employee ეხა გავიდა ბიჭო იკაიფე ხო რა არ გავიდა და გავიდა last online 1 minutes ago კაროჩე წერს ვიღაცა Austin Reynolds-ი აქ უწერია Volve employee მოდი ეს წავშალოთ მეგობრებიდან როგორც ჩვენმა ChatGPT ჩვენმა ძმამ იმენა გადაგვარჩინა ამ სკემს ოღონდ სვეჩი ანუ ტიპმა დამიხსნა სიტუაციიდან და ეს ყლის თავი წერს ესეთ რაღაცებს რა. აუ, ჩატი საწავიდა. მაიც. აუ, ჩატი გამიქრა, ბიჭო. აი, ოხო. კაროჩე, ნახე, ვიკეთოთ report player. Theft. They are S submit review. They asked me to confirm trade offer from my phone guard authenticator. აგერ reviews დავუწეროთ და ეს ყლიშვილი წერს კარჩ ჩათი აღარ მაქვს ესეთ რაღაცას რა რომ უნდა დამეკონფირმებინა რაღაცა fraud investigation-ი მიდის ანუ რაღაცა თაღლითურ სქემაზე მიდის გამოძიება ვითომდა და კაროჩე ესეთ რაღაცას მეუბნებოდნენ რომ თუ გინდაო რომ აკაუნტი ვარ წაგეშალოსო და შენი აიტემებიო, შენი თამაშებიო, იკაიფე ანუ თამაშები ჯეტია მქონდა ჩაწერილი და კაუნტერი და ორივე წაშლილია, როგორ არ ვიცი. და თუ გინდაო რომ ეს აიტემები და ყველაფერი შეინარჩუნოო, რომელიღაცა რაღაცა მეგობრები ვინც მყავდა რა, ჩამონათვალი გამიკეთა მაგ მეგობრების და რომელიღაც აირჩიეო და რომელიღაცასთან გადააგზავნეო ყველაფერიო რა. და trade offer-იო მოგივაო ტელეფონზეო, დააკონფირმეო, ყველაფერიო გადავაო და მე კაროჩეო შენი აკაუნტიო აღდგებაო ვითომ რა და ანუ ყველაფერიო დაბრუნდებაო რა. ამ დროს იმენა მაგარი დავიბენი, ანუ იმენა პატრონი მომეტყნა რომ მეთქი აი საიდან რანაირად და ასე შემდეგ და წერ ChatGPT-ს რა. მსჯელობთ რომ ანუ რანაირად შეიძლება მოხდეს ეგეთი რაღაცა, ანუ რა არის მიზეზი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ არაფერი არალეგალური და არაფერი ისეთი არ გამიკეთებია ჩემ Steam-ზე. ხო და წერ ChatGPT-ს რა, ანუ აგერ სკრინები არის. ესეთ რაღაცებს წერ და please let me know if you were able to ანუ მეთქი ტელეფონი ეხ გათშული მაქვს მეთქი რა და მართლა გათშული მაქვს და დამტენი არ მაქვს მეთქი რომ და შევაერთო მეთქი და რამე სხვა გზა თუ არსებობს მეთქი რომ ტრანზაქცია დავაკონფირმო მეთქი რა. ეს არისო ერთადერთი გზაო რა და მე მწერს რომ მეთქი დამელოდე მეთქი ცოტა ხანი თქო და მე მწერს რომ ტელეფონი დაატენეო და რაღაცეები და თუ არ მიპასუხებო ჩემ მესეჯზეო კაროჩო შენ აკაუნტსო ყველაფერსო წაგიშლიო რა. მე კაროჩე ChatGPT-მ რომ გაგვიასნა რომ რაღაც სქემია და რაღაცა მითხრა რომ წაშალეო მეგობრებიდანო და დაბლოკეო რა. წავშალე მეგობრებიდან დავბლოკე და მე მწერს ესეთ რაღაცას რომ you cannot delete a Volvo support employee, you also cannot block a support employee. და იჩითება ისეთი რაღაც რომ ანუ უკან ბრუნდება მეგობრებში რა. და კაროჩე ანუ რაღაცა დიდამოტყნული სქემია. რაც აი არასდროს არ გამომიცია და არც კი მსმენია ამის შესახებ. ChatGPT იძახის რომ ანუ ძალიან common სქემია, ანუ ბევრი შემთხვევა არის ამ ყველაფრის, მაგრამ პირადად ჩემი გამოცდილებიდან ესეთი რაღაცა არასდროს არ მომხდარა რა. ეხა ამ ვიდეოს პროსტა იმიტომ წერ, ანუ არც ვიღაცა ისეთი არ ვარ, რაღაცა ცნობილი და რაღაცა, მაგრამ პროსტა მინდა რომ ანუ რაღაც პონჩი იმას ვქნა, რაღაცა რა პატარა ინფორმაციასავით გავაკეთო რომ ანუ ესეთ დედამოტყნულებს არ ენდოთ რა. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სქემი არის რა. ანუ
წარმოვიდგინეთ, ეხლა მე მქონდა $300 ინვენტარი და ანუ სურო გამქრალიყო, მაგარი ყლეზე მკიდია რა, მაგრამ ანუ პროსტა რატო უნდა მივცე ვიღაცა ყლეინდუს ეს ინვენტორი, ხო აზი ხარ რა, ჩემი შრომა და ჩემი წვალება რა და ეხლა წარმოვიდგინე 10 ანუ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს $1000-ზე და რავი ზოგს $5000-ზე მეტი ინვენტარი და ესეთ შემთხვევაში შეიძლება რომ ანუ ტიპაჟობიდან გამომდინარე შეიძლება უცებ ისე დაიბნე მე თვითონაც დავიბენი და ეხლა ჩემზე ბევრად ისეთი ხალხიც არის დარწმუნებული ან თუნდაც ჩემნაირი რომ ან დაიბნეს და პირიქით ეს ყველაფერი ამ ყველაფერი ინსტრუქციას გაყვეს რა ჩემს ადგილას ბევრი ეგრევე დააკონფირმებდა ამ ტრანზაქციას და ბევრი დაისქემებოდა რა ამიტომ ფრთხილად იყავით რაც წარმატებები